გამარჯობა. მე ლელა კოდორაშვილი ვარ. დღეს გადავწყვიტე წიგნის წარდგენის ერთ-ერთ ფორმაზე, კოლაჟზე გესაუბროთ. მე და ჩემმა შაბათის მკითხველთა კლუბის ბავშვებმა გადავწყვიტეთ, რომ მომავალ ლიტერატურულ კაფეში თიალომაძის წიგნი მე ქეთო და კოდე წარუადგინოთ სწორედ ამ ფორმით, კოლაჟით. რას გულისხმობს კოლაჟი? შევარჩიეთ მთავარი დეტალები წიგნიდან და გადავწყვიტეთ, რომ დავამზადოთ სხვადასხვა მასალით. შეიძლება ეს იყოს ძაფი, ნაჭერი, ქაღალდი და ამ გარკვეულ ფურცელზე იქნება ეს თუ თექის ნაჭერზე გადავანაწილებთ და შემდგომ ამ ჩვენ მიერ შერჩეული დეტალების მიხედვით ვისაუბრებთ. რაში გვეხმარება კოლაჟი? პირველ რიგში ვიზუალურად აღსაქმელად ძალიან კარგია, როდესაც ბავშვი უყურებს იმას, თუ რის შესახებ საუბრობ. ამავე დროს, როდესაც კეთებით სწავლებისას, ძალიან სასიამოვნოა თვითონ პროცესი და არასდროს არ გავიწყდება წლებიც რომ გადის, შემდეგ ამ წიგნთან განსაკუთრებული ემოციური მიჯაჭვულობა გაქვს. ამასთანავე სალაპარაკოდ, საუბრისთვის ძალიან მარტივი არის, თქვათ, ვრცელი თემების გასაშლელად და შესაკუმშად. ასევე ძალიან საინტერესო არის კიდევ იმ თვალსაზრისით, რომ აკვირდები ბავშვისთვის რა არის მნიშვნელოვანი, რაზე ამახვილებს ყურადღებას და ერთმანეთის ინდივიდუალიზმის აღქმა უფრო მარტივი ხდება და თან ერთმანეთისთვის იქცევა ხოლმე შთაგონების წყაროდ. მაგალითად, ჩემმა მოსწავლეებმა ჩამოთვალეს შემდეგი დეტალები. თარო ამ წიგნიდან, ეს არის თარო, ნავი, თვალები, ქეთოს ნამცხვარი, ჩემოდანი, საპენსიო ბარათი, ასევე საკერავი მანქანა. შემდეგ, მაგალითად, კოტეს ჯოხი, საათი, რვეული, ტელეფონი, ნემსი და შესაძლოა, რომ თქვათ, ერთ კოლაჟზე ძალიან ბევრი დეტალი განათავსონ, შეიძლება მთელი წიგნი წარმოადგინონ, ან შეთანხმდეთ მასწავლებელი და მოსწავლე და შეარჩიეთ 3, 4 ან 5 იმის მიხედვით, თუ რამდენი დრო გაქვთ განსაზღვრული და რამდენი ბავშვი აპირებს წიგნზე საუბარს. რაც შეეხება ჩემს კოლაჟს, ის ამგვარია. მე შევარჩიე ფარდა წიგნიდან, ლურჯად შეღებილი თმა და ფოტოალბომი. ასევე პოეზია. პოეზიის შესახებაც მინდა რომ ვესაუბრო ბავშვებს და განმარტავ თუ რატომ. ფარდას ამ წიგნში აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, როდესაც ელენეს ქეთო თავის სახლში გადაიყვანს და ძალიან განერვიულებული დაწვება, საწყლში მოთავსდება და ინახავს ფარდას, მუქი მწვანე ფარდა, რომელიც ლივლივებს და იცვლება მისი ფერი და ორნამენტები გარედან შემომავალი მზის სხივებისა თუ ფარდას მოშუქებული მანქანის ფარების ნათებისას. როდესაც უყურებს ამ ფარდას, რამდენჯერმე მეორდება წიგნში ეს ფარდა, ყოველთვის გამახვილებულია მისი შინაგანი მდგომარეობა და ძალიან საინტერესო მხატვრული მიგნება ამ წერილის მიერ, რადგან ყურადღებას ამახვილებს პერსონაჟის დიდარ შინაგან სამყაროზე, მის მღელვარებაზე, ემოციურ მდგომარეობაზე და როგორ იცვლება მისი ფსიქოლოგიური ფონი, სწორედ ამის გამომხატველად მიმაჩნია მე პირადად ფარდა ამ წიგნში. რაც შეეხება თმას, როდესაც ქეთო არის ძალიან გულისხმიერი და მიუხედავად იმისა, რომ ელენე მისი შვილი არ არის, ერთხელ სეირნობისას შეამჩნევს, რომ თვალს გააყოლებს ლურჯთმიან გოგოს ელენე და მაშინვე შეიყვანს. შეეკითხება ხომ არ სურს თმის შეღებვა და როდესაც ელენე განდადებით პასუხს მიიღებს, შეიყვანს მაშინვე სალონში და თმას ლურჯად შეუღებავს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი არის მოზარდის თინეიჯერი ბავშვების ინტერესების გათვალისწინება, ფეხისაყოლა
თუნდაც ასეთი რადიკალური ფორმით, რადგან ეს ის ასაკია, როდესაც ექსპერიმენტების სურვილი უჩნდებათ მოზარდებს და თუ ეს მშობელთან, მის აღმზრდელთან შეთანხმებით მოხდება, უფრო მარტივად გადაიტანენ რთულ ასაკობრივ პერიოდს. ჩემი აზრით და სწორედ აი ეს მომენტი დავიჭირე ქეთოს აქციელში. რაც შეეხება ალბომს, მე ინტერესზე მოვძებნი ასეთი ფორმა და ეს ალბომი, ფოტოსურათების ალბომი შევარჩიე შემდეგი მიზეზით. როდესაც ელენე წიგნის ბოლოს ძალიან ბრაზდება დედაზე, რომელიც არ ჩანს მის ცხოვრებაში, არ ბრუნდება, დაკარგულია, მას ეძებენ და ამას რომ შენიშნავს ხისტი ხასიათის მქონე კოტე, ელენე ამბობს, რომ სწორედ მაშინ დაიწყო დედაჩემზე ყურადღების გამახვილებაო და აიძულებს, რომ ბავშვების ფოტოები დაბეჭდოს, ჯერ სთხოვს, რომ დაათვალიერებინოს, დედის დადებითვისებებს უმახვილებს ყურადღებას და შემდეგ აი ამ ალბომს მოკლედ ფოტოსურათებს დააბეჭდინებს. ჩემი აზრით ეს ძალიან გონივრული გადაწყვეტილება იყო კოტეს მიერ და მოზარდების დაფიქრება თუ როგორი ძვირფასია მათი ბავშვობა ფოტოებში ასახული ბავშვობა ძალიან კარგი იქნება. ასევე პოეზიაზე გავამახვილებ ბოლოს ყურადღებას ელენეს მეგობარი ნინო, როდესაც გაიცნობს კოტეს, მოყვება ოთარ ჭილაძის ლექსს და კარგი იქნება თუ მოზარდებს დავაფიქრებთ პოეზიაზე. თუნდაც ერთი ლექსი ისწავლონ, შეარჩიონ და უფროსი ადამიანის გაცნობისას რომელ ლექსს მოყვებოდნენ ზეპირად. დავუსვათ ესეთი შეკითხვა. სულ ეს იყო ჩემი კოლაჟი. აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ კოლაჟის დამზადებაში მეხმარებოდა ჩემი 5 წლის გოგო, თითქმის უკვე 6 წლის. მან დამიხატა, ავუხსენი მოკლედ რა ხდებოდა ელენესა და ქეთოს, უბრალოდ ელენეს დედის ამბავი, რომ ემიგრაციაში იყო წასული და დიდხანს არ ენახა თავის დედიკო და თავისი თვალთახედვით დახატა ძალიან საინტერესო ფოტოები, ვითომ ფოტოები. ამავე დროს, როდესაც ვაკეთებთ ჩვენ უფროსები, მშობელი მასწავლებლებიც, ან თუნდაც მასწავლებელიც რომ არ ვიყოთ, აი ასეთ ნამუშევრებს და გვიყურებენ სხვადასხვა ასაკის ბავშვები, შვილები, პირად მაგალითად იქცევა და ქმედებისკენ ვუბიძგებთ მართლაც ამ კოლაჟის დამზადების შემდეგ ლილემ დამოუკიდებლად შექმნა რაღაც ასეთი მსგავსი რამ და ზუსტად ვიცი, რომ ეს შემდგომ კიდევ ბევრ საინტერესო იდეას დაუდებს მის საფუძველს მის პატარა გონებაში და მისი ხელებით შექმნიან სხვადასხვა ნამუშევარს. მოკლედ, ბოლოს ვიტყვი იმას, რომ კოლაჟის ფუნქცია არის ის, უბრალოდ წიგნის კოლაჟის ფუნქციაზე ვისაუბრე, წიგნის წარდგენის ფორმა არის მრავალგვარი. შეიძლება ის იყოს მოხატული მაისური წიგნის მიხედვით, ან შეკერილი ჩანთა, ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოვთვლი ახლა, ეს შეიძლება იყოს პოსტერი და კიდევ მაგალითად slide show, ასევე შეიძლება იყოს ეს ერთი ეპიზოდი დახატონ, ან შეარჩიენ 5 სიტყვა და ვთქვათ მნიშვნელოვანი ეპიზოდი და კიდევ სხვადასხვა ფორმა, ახლა ყველა არ მახსენდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია წიგნის წარდგენის ფორმაზე ფიქრი და დიორამა კიდევ და ხშირად შევთავაზოთ სხვადასხვა სტილის მეთოდი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, რომ სათქმელი გამოხატონ მრავალფეროვნად, თან კეთებით სწავლებას ჩავრთავთ, გავააქტიურებთ და როდესაც თითები ჩართულია ამ აზროვნების პროცესში, ეს ბევრად უფრო სასიამოვნო, უფრო შედეგიანია და ჩვენი ჩართულობაც, ჩვენი პირადი მაგალითიც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.